ხედავთ ასეთ ვითარებას, რომ პოლიტიკური პარტიის ლიდერები ოპოზიციის, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც დაბარებულები იყვნენ საგამოძიებო კომისიაში, არ მივიდნენ, შემდეგ არ გადაიხადეს გირაო, ახლა არიან ისინი ციხეში. ამას ოპოზიცია უწოდებს პოლიტიკურ პატიმრებს. პეტრე მამრაძეს რა შეფასება აქვს? იცით, შიგნიდან რო ვიცი სიტუაცია და ბევრბადგანს რო ვიცნობ კარგად, შემიძლია დაწუნებით გითხრათ, რომ ეს არის თავშესაფარი მათთვის ახლა ციხე. და აი გარბიან ციხეში ისე დამწყვილებულები და დარაზმულები, იმიტომ რომ შეაფარონ თავი ციხეს და რატომ იცით? სრული პოლიტიკური კრახის ფონზე მათი დარჩენა და როგორც ეხლაობენ თავისუფლებაზე ყოფნა იქნებოდა ყოველდღე დადასტურება და გახვევა ამ პოლიტიკური კრახისა. ხალხს ვეღარ აგროვებენ, არავითარი სათქმელი ლოზუნგი თუ რაღაცა მოქმედება ამ გაუთავებელი პერფორმანსების გარდა, რომ რაღაცა მუხტი შექმნა ხალხში, ეს არ აქვთ, ეს ღრმავდება და მათი დასავლეთში მყოფი ლობისტები ამას ხედავენ ძალიან კარგად, რომ ეს ყველაფერი თავდება სრული კრახით და აი ეხლა იქ შევარდნა ციხეში და მიზან დასახულად აკეთებენ ამას. იქცევიან ისე არღვევენ კანონს, რომ ხელისუფლებას აი ძალიან არ უნდოდეს მათი დაპატიმრება, ეს არ შეუძლია. ზუსტად როგორც მელიამ თავის დროზე მოიხსნა სამაჯური პირდაპირ ეთერში, ისროლა სასამართლოს მიერ დამტკიცებული სამაჯური და თქვა კიდევ აბა ერთი დაბიჭირო. დააპატიმრეს და მე კომიკური სიტუაცია ხო გავსვათ რაღაც იტალიური ფილმიდან, ევროსტრუქტურა იხდიდა გირაოს და მელია გარეთ არ გამოდიოდა. არ გავალო. რატო? იმიტომ რომ იცოდა მელიამ გარეთ გავიდოდა 3 დღეში საერთოდ დაიკარგებოდა საჯარო სივრციდან. აქაც იგივეა. დღეს აქვს სტატუსი შესანიშნავი. ესენი არიან დასავლეთის თვალში, ლობისტების თვალში პოლიტპატიმრები, კიდევ ერთი პოლიტპატიმარი შეემატა და ზუსტად როგორც საბჭოთა კავშირში. აბა თავისუფლება ანჯელა დევის, აბა იქ ბადრ მაინჰოფის ჯგუფს თავისუფლება. ხო არავინ არ იტყოდა რომ ტერორისტები იყვნენ და მკვლელები, ადამიანები. აქაც არავინ არ ამბობს რატო დააპატიმრეს. დასავლეთში ამას არავინ არ იტყვის. ესენი არიან პოლიტპატიმრები. ეს შარავანდედი აქვთ, მათ არ ემუქრებათ არანაირი სანქციები დასავლეთის მხრიდან, მათ ქონებას, მათ კაპიტალს. ციხე არის კომფორტული და არაფერი არ დააკლდებათ, ფული არ აკლიათ და შეიძენენ ყველაფერს. ეს არ არის სააკაშვილის ციხე. სადაც რა თქმა უნდა, ცოცხალი თავით არ შევიდოდნენ, ხომ? ასე რომ ეს იყო ოპტიმალური გადაწყვეტილება მათთვის.